რა დამიჯდება ფასიანი გზები და ხიდები ევროპაში? თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც შევედით და პირველი ქვეყანა, სადაც ფასიანი გზა შეგვხვდა. ჯერ 405 ლირა გადავიხადი, ანუ 27 ლარი. ელექტრონულად შევამოწმე ჯარიმები ამათ ოფიციალურ გვერდზე და არანაირი ჯარიმა ჯერჯერობით არ მაქვს. ერთადერთი ეს გადასახდელი მქონდა ფასიანი გზის იყო, ახლა გადავიხადი 127 ლირა. ბულგარეთში გადმოსვლისთანავე მაღაზიაში დამხვდა ესეთი აპარატი, რომელიც არის i-Vignet-ი. არ ვიცი როგორ იკითხება სწორად. როგორც აღმოჩნდა, არის ფასიანი გზების და წინასწარ უნდა გაკეთდეს თუ არა და ჯარიმა არის ლევი ქვია ამათ ფულს 600 ლევამდე. წინასწარ უნდა გავაკეთო, რომ არ დავჯარიმდე. მთელი კვირის ავიღე, რადგან ერთი დღის არ ჰქონდათ და გადავიხადი სადღაც 15 ლევი, რაც არის 7 euро. აი ამ ხიდში გადმოსასვლელად გამომართვეს 2 euро. თან შესაკეთებელია ინგრევა ნახევრად თან აკეთებენ. რა მაგარია ფასიან გზას ონლაინ ვყიდულობ რუმინეთისთვის რო შემოვედით დამავიწყდა ყიდვა და ონლაინ საიტიც ვქონიათ, სადაც უნდა მონიშნო მანქანა, რამდენი დღით გინდა, თარიღი როდიდან დაიწყოს, ქვეყანა, ჩვეულებრივად გადაიხდე. ძალიან მაგარია. 10 დღის ფასი არის 8 და 80 euро. უფრო იაფად ვნახე სხვა საიტზე 6 ევროდ. კიდევ ერთი ფასიანი ხიდი გავიარეთ და ხიდა 6 euро. 6 euro. მაგრამ რამდენი გადაიხადე ფასიან გზაში? 700. 700 კი არა, 770 გადაგიხდია. სერბეთიდან მაკედონიამდე ფასიან გზაში გადავიხადეთ 17 euро. კიდევ 1 euро გადავიხადეთ გზაში. სალონიკიდან ათენამდე ყველაზე ძვირი გადავიხადი გზაში, რაც კი საერთოდ ყველა ქვეყანაში გადამიხდია. ჯამში გამოვიდა 40 ევრომდე.